საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისხრა 4-ით არის გაზრდილი ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტის ინიციატორი საქართველოსთან ერთად 63 ქვეყანა იყო. ბოლო 17 წელში ეს რეზოლუციის მხარდამჭერთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რასაც მმართველი გუნდი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის ფონზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს. დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერა რუსეთის საოკუპაციო ქმედებების დაგმობა მოწოდებები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მიმართ. რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთის გარდა ხმა მხოლოდ 8 ქვეყანა მისცა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს, აღმოჩნდა სირიაც, რომელიც მანამდე ყოველთვის დოკუმენტის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი და 63 სახელმწიფოს თანასპონსორობით მხარდაჭერილი წლიური რეზოლუცია სახელწოდებით აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთის საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. A7 მომხრე 9 წინააღმდეგი 59 თავი შეიკავა, გაერთიანებული ერების ასამბლეაზე ხმათა ამ თანაფარდობით მიიღეს. ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაეროზე 2008 წლიდან წარადგენს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ პოლიტიკას გმობს და კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს ამ რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიში მოამზადოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია გაეროს წინაშე წარსდგა ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და თანაავტორობით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, რეინტეგრაციის საკითხებში თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგი და ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა. გაეროში საქართველოს წარმომადგენლის სიტყვას და რეზოლუციის მნიშვნელობაზე განცხადებებს უსმენდნენ დარბაზში მყოფი დელეგატები. პროექტის განხილვისას საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს პარტნიორებმა, რომლებმაც რუსეთის ფედერაციას გაერთიანებული ერების ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. ჩვენ კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე არასტაბილურობის შექმნაში. რუსეთი მუდმივად ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ. მტკიცედ ვუჭერთ მხარს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის ფედერაციის შეჭრიდან 17 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ყოფნით. რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს და ამწვავებს კონფლიქტს. ვგმობთ მიმდინარე წლის მაისში აფხაზეთსა და რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყებას, რაც საქართველოსა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონებზე კონტროლის გაფართოებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ დაასრულოს უკანონო ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე და გააუქმოს აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმ ჰუმანიტარული პრობლემების გამო, რომელთა წინაშეც დგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა. ევროკავშირი მოითხოვს ჰუმანიტარულ დახმარებაზე სრული, უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას. საგარეო უწყების ინფორმაციით რეზოლუციის თანასპონსორთა და მხარდამჭერთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და მას სხვადასხვა რეგიონის ქვეყნები სულ უფრო აქტიურად უერთდებიან. რეზოლუციის შინაარსის მნიშვნელობას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. შიდა პოლიტიკურ განხილვებში ოპოზიციამ აქცენტი არა დოკუმენტზე, არამედ იმ ქვეყნებზე გააკეთა, რომლებმაც რეზოლუციის კენჭისყრისას მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. და ქართული ოცნების გუნდი გააკრიტიკა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, ყირგიზეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა, ისევე როგორც გალფის ყურის ქვეყნებმა, ემირატებმა, არაბეთის გაერთიანებულმა სამეფომ, ყატარმა და ქუვეითმა, ისრაელმა, სერბეთმა, ჩინეთმა და ინდოეთმა, რომლებთანაც ხელისუფლება ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.
გაეროს რეზოლუციის მიღებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თუ ვინ არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი. საგულისხმო ამ რეზოლუციის მიღების პროცესში არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ამდენი თვის განმავლობაში რომ სცადა დაემყარებინა კონტაქტები თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებასთან, არაბული ქვეყნების მათ შორის და რომელსაც პრაქტიკულად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია გადაულოცეს, ჩინეთთან, ინდოეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ამ ქვეყნებმა არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას მხარი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ის, ესე ვთქვათ, ასპექტი, რომელსაც ჩვენ კომპრომისები ვქნათ ყოველთვის. და სწორედ ამას უქმნის საფრთხეს იმით ქართული ოცნება რომ დისკრედიტაციას ახდენს ამ პარტნიორების აშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა რა გამოდის, ანუ deep state-მა დაუჭირა ამას ხარი? როგორ არის? deep state-ი ზოგჯერ ჩვენი მაგარი ძმაკაცია და ზოგჯერ ჩვენი მაგარი მტერია? და ყველაზე პრინციპულ საკითხზე მაგარი ძმაკაცი აღმოჩნდა და დაუჭირა მხარი, აი როგორ ლაგდება ეს ლოგიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც რეზოლუციის არამხოლოდ თანაავტორი გახდა, არამედ კენჭისყრის დროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს მხარი დაუჭირა. ქვეყნის პირველი დიპლომატი პირობას დებს, რომ საერთაშორისო ფლანგზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. რეზოლუციაც არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებას გავამახვილებინოთ ყურადღება საქართველოს საკითხზე. ხარდაჭერა რაც დღეს მოიპოვა საქართველომ, რა თქმა უნდა, არის ქართული დიპლომატიის ძალიან დიდი მუშაობის და ძალისხმევის შედეგი, ძალიან დიდი გამარჯვება. რა თქმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს იმისათვის, რომ საქართველოს საკითხზე იყოს მსჯელობა და ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციას გაეროში 63 თანასპონსორი ჰყავდა. მინისტრის განცხადებით 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანამ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის გაეროს ტრიბუნის გამოყენება დაიწყო, წელს ყველაზე მეტი მხარდაჭერა 107 მომხრე მოაგროვა.